ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები და საკუთარ ვერსიებში ჩაკარგული მამუკა მდინარაძის უწყება მას შემდეგ რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სარფის გამშვებ პუნქტთან უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა ამის შემდგომ მდინარაძის უწყებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით ინიშნება ბრიფინგები დღეს მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთი ახალი ვერსია განავითარა ის ამბობს რომ უკრაინის მოქალაქეები რომლებიც მათ ყავთ დაკავებულები ასაფეთქებელი მოწყობილობა მათ ავლაბრის ტერიტორიაზე უნდა მოეტანათ სწორედ ეს იყო ბოლო ლოკაცია სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეინახავდნენ ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობას როგორც სულში ამტკიცებენ ეს არის საცხოვრებელი სახლი სადაც ერთ-ერთი დაკავებული პირი ცხოვრობდა თუმცა ამავდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ იმასაც რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა გადაეტანათ უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში შესაბამისად განსხვავებულ ვერსიებს ავითარებენ ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თუმცა მთავარი მიზანი როგორც ჩანს ახლა მდინარაძის უწყების არის სწორედ 4 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გაშავების კამპანია რადგან დღეს ფაქტობრივად მათ თქვეს რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობები 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო არჩევნებსა და საპროტესტო აქციას უკავშირდებოდნენ ისინი ანონსებენ იმასაც რომ გრძელდება გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით და ფაქტობრივად არ გამორიცხავენ იმასაც რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გაიზარდოს დაკავებულ პირთა წრე Mercedes-ის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული SBU-ს თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებულ კონკრეტული პირისთვის გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით უნდა მოწყობილიყო ეგრეთ წოდებული პაუტინა 2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბულ სამალავებში მოთავსების გზით შემოიტანა ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნივთიერებას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში ასევე უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს, რაც ამოღებულია ჩხეკის შედეგად. დაკავებული პირები ამ დრომდე რჩებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ მოინახულა დაკავებული პირები უფლებადამცველმა ის ბევრს არაფერს არ ამბობს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით როგორც ცნობილია ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს დაკავებულ პირებს სავარაუდოდ დღის განმავლობაში ჩაინიშნება საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების პროცესი. მუშაობდა ყავდა სატვირთო მანქანა, ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პიროვნება მივიდა და თხოვა რაღაცა ნივთების გატანა, კონკრეტულად რა იმყოფებოდა შიგნით მისთვის უცნობი იყო და უთხრეს რომ აქ დახვდებოდა პიროვნება, რომელიც აიღებდა ამას. და სწორედ ამ ბათუმში აღნიშნული 5-ის გადაცემის დროს იქნენ ორივენი დაკავებული. ან მიიწოდა რეალურად რაღაცა უკანონო ნივთიერება იყო. რაღაც ახლა ისეთი რო იყო რომ შესაძლებელი იყო რამე უსიამოვნებო, მაგრამ კონკრეტულად რა იყო არ ვიცოდიო, მაგრამ იმაში აღიარებს რომ ასე რომ არ ვიცოდი არ უნდა წამოვიდე. არარსებული გადატრიალების სცენარი ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყანაში არჩევნები ახლოვდება როგორც ჩანს ტაქტიკა არ აქვს შესწრული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახლა უფრო მეტად არიან გააქტიურებული რადგან სურთ რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გააშავონ